დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობთ მეც, შენც და დანარჩენები, რომლებსაც სოციალური ქსელები გვაქვს და მათ აქტიურად მოიხმართ. თურმე ვიღაცამ უნდა განსაზღვროს ის, მე რა მუსიკას მოусმენ და რომელი კონცერტის ბილეთში რამდენ ლარს გადავიხდი. თურმე ისიც უნდა განსაზღვროს ვიღაცამ, როგორი გემოვნება უნდა მქონდეს მე მაგალითად. საერთოდ არ ყოფილვარ მე ამ კონცერტზე, მაგრამ ის, რასაც მე დილიდან ვკითხულობ, ეს არ არის ჯანმრთელობა. რამდენი დრო გადის? გარბის თითქოს ხო, ძალიან სწრაფად გადის დრო, მაგრამ ჩვენთან მაინც ისე ყველაფერი ისეა, როგორც უწინ იყო. ყველაზე აქტუალური თემა, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია ჩემს და საუბედუროთ. რომ მკითხოთ ძალიან გიჭირთ და ამხელა ფულებს იხდით. რა ჩემი საქმეა ვინამდეს გადაიხდის, მე მითხარი. ვიღაცა ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან ეგოიმება 25 გრემის მფლობელი არტისტი. ანუ გემოვნებასაც გვიწუნებს რა, მოკლედ რომ თქვათ ვეგოიმებით, მაგრამ პირდაპირ ამ სიტყვას ვერ გვეუბნება. არა, უყურეთ, მე საერთოდ არ ყოფილვარ ამ კონცერტზე, მაგრამ მაინც თქვენთან ვარ, იმ ადამიანებთან, ვისაც გააქვთ ესე თავისუფალი ნება და სადაც გაგისწორდებათ, იქ წახვალთ და რასაც გაგისწორდებათ, იმას მოусმენთ. თქვენთან ვარ მე. მე შეიძლება ხვალ ემინემის კონცერტზე წავიდე და 3000 ლარი გადავიხადო. ამით შენ არაფერი არ გაკალდება, მეგობარო. ნუ დამცინი. იმისთვის რომ მე და შენი გემოვნება ერთმანეთს ვერ ემთხვეო. ხვალ და ზეგ შენ ისეთ რაღაცას გააკეთებ, რომ სხვას არ მოეწონება და შენ ამაზე გული დაგწყდება. კარგი, აღარ მინდა ამოვწურეთ ეს თემა. მეტი სიყვარული და პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. დამთავრებულია.